კიევში, ბევრი წავედი კიევში. კიევში რო ჩავედი, გავიგე რომ ოდესაში არის ერთ-ერთი გრანდიოზული კლუბის გახსნა. სურვილი გამიშნა წავსულიყო ამ კლუბის გახსნაზე მეგობრებთან ერთად. ჩავედი ოდესაში და ორი დღე გავჩერდი, მომიწია გაჩერება. მეორე დღეს, როცა გავიფრენის წინა დღეს, კიევში დაუბრუნებულიყავი, რესტორანში ვახშმობდით და ამ ვახშამზე ჩემ მეგობრები იცნობდნენ მიხეილ სააკაშვილს და ისე მოხდა, რომ სააკაშვილიც მოვიდა ჩვენთან ერთად შემოგვიერთ და მოვილოცა წარმატება რაღაც და მეორე დღეს მოგვიწია, ისე მოხდა, რომ ერთად მოხდით თველში, რომელიც ფრანგი პრობელისა და ქართული ღვინოს ჯიშები ჰქონდა, ვაზის ჯიშები და ქართული ღვინოსაც აწარმოებდა. და მიხეილ სააკაშვილის მოსვლა ამ რესტორანში მოულოდნელი იყო თუ შენმა მეგობრებმა გაგაფრთხილეს რომ შეიძლებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოსულიყო? ვიცოდი რომ არც იყო ოდესაში მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ რესტორანში რომ მოვიდა, დაგეგმილი არ იყო, უბრალოდ მოვიდა. ამ რთულში მივიღეთ მონაწილეობა, ქართული ჯიშები იყო და ჩემთვისაც სასიამოვნო იყო. მათაც გაუხარდათ რომ ესე სპორტსმენი ვიყავი იქ და პატარა წვლილი შევიდა ყურძნის დაწვაში და ყველაფერში ამ ყველაფერში. და ამასობაში მიხეილ სააკაშვილი აძლევდა ინტერვიუს და დამიძახა რომ გვერდზე დამდგარიყავი, იმიტომ რომ ვეც ვარ ამ რთველში და მონაწილეობას ვიღებთ. ვინც მიცნობს, ყველა მიცის და არაერთი წელია მიყურებენ და სხვა კურსს მადევნებენ და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მიმართ არ მაქვს სიმპათია, საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს პოლიტიკასთან, არაპოლიტიკური ვარ, ასე რომ ვთქვათ. ანუ შენ იქ დგომა არ ნიშნავდა იმას, რომ რა თქმა უნდა, მე არც ნაციონალიზმის ხარდამჭერი ვარ და არც სხვა პარტიისა და საერთოდ შორს ვარ პოლიტიკისგან. უბრალოდ ესეთი სიტუაცია მოხდა და სამწუხაროა რომ ესე მიიღო საზოგადოებამ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, რომ არაპოლიტიკური ვარ, არც ნაციონალიზმის ხარდამჭერი ვარ, არც სხვა პარტიების ხარდამჭერი ვარ. მე ერთადერთი მადარდებ ჩემი ქვეყნის ბედიღბალი და ქართული ხალხის კეთილდღეობა.